აი ესე გამოიყურება უკანა მხრიდან ეს ჩემი ჟაკეტი. ეს არის ესე გარეთ მხრიდან უყურებ, ხო? ზურგის მხარე, ესე გავშალე, რომ უფრო კარგად წარმოიდგინოთ. აი აქ ვართ მოსული, ნახეთ. აი შეხედავთ როგორი ფორმა აქვს აი ამ კაპიშონს, შიგნით აი აქ ცენტრში ცოტა შესულია. აქ ესენი უნდა მივაკეროთ ეს და ეს მხარე, რა თქმა უნდა. ეხლა მე რაც მინდოდა მეჩვენებინა, აი ესე. ეხლა კიდევ გვაქვს მოქსაქსოვი, ორი და კიდევ ერთი რიგი, სამი რიგი. და აი ნახეთ, აი აქ გავაკეთე ნიშნულები, სადაც ღილის ჭრილებია გასაკეთებელი, აი აქ. და მათ შორის არის 10 თვალი. ანუ ნიშნულიდან ნიშნულამდე, ნიშნულების ჩათვლით, გადავთვლით ან აქ პრინციპში თქვენზეა დამოკიდებული სადგილი და ღილის ადგილები რო გააკეთოთ, ყოველ ღილზე აი ჩემ შემთხვევაში ისეთი სისქემა აქვს ძაფის, რომ 2 თვალი მჭირდება თითო ღილისთვის, ხო? ანუ გაითვალისწინეთ, რომ აი 2 თვალი წავა ღილის ჭრილისთვის, შემდეგ უკვე ისევ ნაქსოვ იქნება, შემდეგ ისევ. მაგრამ მაინც ერთნაირი დაშორება უნდა გქონდეთ აი ამ ნიშნულებს შორის. ხა გეტყვით, აი ძირიდან ღილისთვის მაგ 2, 4, 6, 8 და მე-10 თვალზე მაქვს ნიშნული ძირიდან პირველი ღილისთვის. აქ ვფიქრობ, რომ აი ეს თვალი და შემდეგი თვალი იქნება ჭრილისთვის. ანუ აქ ორ თავისუფალ თვალს გავაკეთებ და შემდეგ უკვე ქსოვას გავაგრძელებთ ისე. შემდეგ აქ გვაქვს ნახეთ თვითონ ნიშნულიდან ნიშნულამდე 2, 4, 6, 8, 10 და 11. მე-11-ეზეა ნიშნულიდან ნიშნულამდე. აქეთაც ასეა 2, 4, 6, 8, 10 და 11 და აქეთაც. ესე იგი 2, ანუ თვითონ ნიშნულის ჩათვლით, ხო? 2, 4, 6, 8, 10 და 11. აქ საყელოსთან ეცადეთ, რომ აი ნახეთ ცოტა მოირგეთ ჯობია და ისე გადაწყვიტეთ სად გირჩევნიათ, აი კისერთან ღილი რო იყოს, ხო? აი მე აი აქ მაქვს ბეჭის ნაკერი და ცოტა აი ესე რომ გააგრძელოთ ახლა აი აქ არის სადღაც ცოტა ქვემოთ მაქვს ნიშნული. კარგით, ახლა გავაგრძელებ, ესე იგი მე აქ ვარ მოსული, ანუ კაპიშონის ზედა მხარეს და აქედან უნდა ჩამოვყვეთ და აი ღილის ჭრილები გავაკეთოთ. აი ახლა ნახოთ, მოგსოვ მე, აქეთ წამოვალთ, ესე იგი 10 რიგი მოგსოვეთ, ნახეთ, აი აქ მაქვს ნიშნული და ნიშნულის შემდეგ, ნახეთ, აი ზოლებით თუ გინდათ ესე შეაფასეთ. ეს თქვა ესე მოხდა ამ ზოლზეზის ეს ნიშნული, მეორე ზოლი, მესამე, მეოთხე, მეხუთე და ეს ჯერ ზოლი არა, ეს ნახევარია თითქოს, აი ესე მაქვს. აი აქ მოვედი. ეხლა აქ ერთი თავისუფალი თვალი რომ მოვტრიალდეთ. ეს ინგლისში აქეთ უნდა მოვატრიალო როგორც წესი. თანაც ვატრიალებ ხოლმე. და ჩავყვებით ახლა ქვემოთ, მოგსოვთ ისევ თვლებს ნამატის გარეშე, უბრალოდ გავაკეთებთ ჭრილების ადგილას ისეთ ესე იგი გვექნება. აქ ახლა თვლების რაოდენობაზე აღარ არის, უბრალოდ აი ნიშნულები თუ უკვე გაკეთებული გაქვთ, იქ როცა მიუახლოვდებით ნიშნულს, ესე იგი ნიშნულამდე, ნიშნულის თვალი და მის წინა თვალს, ესე იგი გავაკეთებ როგორც თავისუფალ თვლებს და მერე უკვე გავაგრძელებთ ისევ. უკანა კედელში შევდივარ ისევ როგორც ხედავთ. და ესე იგი ჭრილები კეთდება გრძივად, ანუ სიმაღლეზე იქნება ჭრილი, ხო ხვდებით ახლა რახან ეს ყაის ნაღეთ ქსოვთ და მივყვებით ესე სიმაღლეზე. ორი თვალი ჩემთვის საკმარისია ღილის ჭრილისთვის. თქვენ ცნახეთ თქვენ როგორი რაოდენობა გჭირდება, თუ ცოტა პატარა ზომის ღილები გაქვთ, შეიძლება ერთი თვალიც ეყოს, თუ ასეთი სქელი ძაფი გაქვთ.
თუ სხვა ზომის სისქის ძაფი გაქვთ, იქაც შეხედეთ. აი თქვენი მოგსოვეთ თავისუფალი თვლები და ნახეთ რა ზომის ღილი გაქვთ, რომ ღილი უნდა გაეტიოს აი ამ თავისუფალ თვლებს, რამდენსაც მოგსოვთ, იმ სიმაღლის უნდა იყოს მიახლოებით. სანამ მივალ ახლა აი პირველ ნიშნულამდე. ხო. ესე ჩავედით. თვლებით ნამატის გარეშე უკანა კედელში შესვლით. აი მივახლოვდი ახლა აი ამ ნიშნულს ნახეთ, ნიშნულამდე ერთი თვალი მაქვს კიდევ. აი ამ წინა თვალს და ნიშნულის თვალს არ მოგსო, როგორც აი ესეთ, ხო, როგორც თვალს ნამატის გარეშე და მათ ნაცვლად ორი თავისუფალი თვალი. აი ეს ნახეთ, ორი თავისუფალი თვალი. ნიშნულს მოხსნი, მაგრამ ახლა დამაგრება მოხდება ამ ორ თვალს გამოტოვებთ, რა თქმა უნდა, ნიშნულის თვალსაც და შემდეგ თვალში უკანა კედელში შესვლით, მოგსოვთ ისევ ჩვეულებრივ თვალს ნამატის გარეშე. და შეხედეთ, აი ესეთი ხვრელი უნდა გამოგივიდეთ. მე ხა საკმაოდ დიდი ხვრელი მაქვს, მაგრამ ჩემი ღილების პრინციპში გამიხსნია კიდე აი ესეთია ზომით. პრინციპში შესაბამება ეს ზომა. ნუ თლათ ადვილათაც რო არ გაიხსნას, ახლა ფიქრობთ, ცოტა დიდი მეჩვენება. შეიძლება ადვილად გაიხსნას. კარგით, მოდით ვფიქრობ, რომ ახლა მე ღილს მაინც გავხსნი, შევხედავ როგორი ღილი მაქვს. აი ესე. აი ესეთი ღილი მაქვს მე ახლა და აი ესე გააკეთებ. ნახეთ, ესე რომ გაძოლეს, მაგრამ აი თლათ ძალიან თავისუფლადაც თუ გადის, ხო, მაშინ გაგეხსნებათ კიდევაც ადვილად ღილი. ამიტომ მე ხო ვფიქრობ, რომ საკმაოდ ადვილად გავიდა და მე გავაკეთებ ერთ თვალს, ნახეთ, ერთი თავისუფალი თვალი, სამაგერად ერთ თვალს გამოვტოვებ. ეხლა ხვდებით, ეხლა მე შევდივარ ნიშნულის თვალში, მე ახლა მხოლოდ ერთი თვალი მაქვს ღილისთვის, ხო? ნიშნულის თვალში შევედი. ასევე უნდა გავაკეთოთ სხვა ადგილებში, რომ იგივენაირად აი ეს მაქვს, ნახეთ, ხვრელი ეხლა, მოდით ნახოთ ღილი როგორ შედის. აი ხა მე მგონი კარგია, ხო? აი ისე რომ ჩაჯდება, ადვილად არ გამოვარდეს, აი ეს. საკმაოდ ისეთი სხვილი თვლები მაქვს, ამიტომ ესე გამომივიდა ახლა მე და კარგით, ვაგრძელებ. ესე იგი, ახლა ასე შეაფასეთ. აი ამ ღილის ჭრილის შემდეგ რამდენი თვალი გაქვთ? ხო, მაინც. ახლა კი ისედაც ნიშნულს და ნიშნულს შორის ერთნაირი რაოდენობა მქონდა თვლების, ხო, 11 თვალი იყო. უბრალოდ ეხლა რახან მე ვაკეთებ ესე იგი ერთი თვალიანი ჭრილია. სულ ესე უნდა გააკეთოთ ნიშნულამდე. ნიშნულის თვალში ესე იგი შევდივართ. ეს მოგეთ თქვენზეა, თქვენ შეიძლება სულ სხვა რაოდენობა ის კონტენტ თვლების საჭირო ღილის ჭრილისთვის. აი ესე და მოვედი, ნახეთ, ნიშნულამდე კიდევ ერთი თვალი. ამ ერთ თვალს ახლა მე გადავახტები, მოგსოვ ერთ თავისუფალ თვალს და ნიშნულის თვალში შევალ, მოკლედ, როგორც გადავწყვეტეთ, აი ეს ნიშნულის თვალი მაქვს, უკანა კედელში შედიხართ, აი ეს უკანა კედელი გჭირდებათ. და თვალი ნამატის გარეშე. აი ნახეთ, ერთი თვალი გამოვტოვე, აი ეს თვალი გამოვტოვე მხოლოდ. და ეს საკმარისია ჩემი ღილისთვის. კარგით, გავყვეთ და მოთ ესე იგი ესე ჩავყვებით ახლა ისევ სანამ მივახლოვდებით მომდევნო ნიშნულს, იქაც უნდა გავაკეთოთ ერთი თვალი თავისუფალი და გამოვტოვოთ თან ერთი თვალი. სულ უკანა კედლებში შევდივარ, როგორც ხედავთ. კიდევ და მივედით. აი ეს, ნახეთ, ეს თვალი უნდა გამოვტოვოთ და აქ შევალ. ესე იგი, ერთი თავისუფალი თვალი, ის ტოვებთ და აი ნიშნულის თვალი
უკანა კედელი მინდა. აი ეს. ამ ნიშნულებს თან ხსნი, იმიტომ რომ უკვე აღარ გვჭირდება პრინციპში. აი ესეთი ხველი მაქვს. ვაგრძელებთ. შემდეგი რიგი ისევ იქნება თვლები ნამატის გარეშე. და ბოლო მომდევნო უკვე კიდევ ესე იგი ამის გარდა კიდევ ორი რიგი გვინდა, ხო? ერთი რიგი იქნება თვლები ნამატის გარეშე და მეორე რიგი იქნება შემართებელი თვლები, რითაც დასრულდება ეს ძირითადი ნაწილი ჟაკეტის. მერე სახელობა კიდე მოგსაქსოვი. აი აქ მოვედი. ერთი თვალი, ხო, თავისუფალი თვალი, ეს გამოვტოვოთ და ნიშნულის თვალი. აი აქ. აი ეს ნახეთ. თვალი ნამატის გარეშე. ეს მორჩით უკვე, ახლა ჩავალთ უბრალოდ ბოლომდე გავიდეთ. მოტრიალებისას რა თქმა უნდა თავისუფალი თვალი მოგსოვეთ ბიჯისთვის. უკან ესე იგი კაპიშონის მხარეზეც, აქეთ ამ მხარეზეც ხო აუცილებლად. და აი ეს ბოლო თვალიც. მე ხო უბრალოდ ესე მინდა გაჩვენოთ, აი ღილის ადგილი რო გავიაროთ, ხო? ერთი თავისუფალი თვალი მოგსოვე, მოტრიალდი. ისე უკან მოვდივართ, ისე უკანა კედელს შესვით, თვლები ნამატის გარეშე. უბრალოდ როცა მივახლოვდებით ღილის ჭრილს, იქ ჩვეულებრივ მოგსოვთ, სადაც თავისუფალი თვლები გქონდათ. ესე იგი ერთ კედელში გინდა იქ. მართალია. ხა სადავა გვაქვს ეს. ჭრილი. ახლოში არ არის, ხო? ცოტა ზემოთ არის ფიქრო. აი აქ არის, მოდით აქედან შევხედოთ, მე ვხედავ როგორც ჩამოვედით, აი აქ არის. აი აქ არის, ნახეთ? აი აქ. საკმაოდ აი როგორი დიდი თვლებია და ნამდვილად ეს არის. აი აქ უნდა შეხვიდეთ. ისედაც ახლა ზემოდან რო უყურებთ, ჩანს თვლები და ყველა თვალში უნდა შეხვიდეთ და უკანა კედელში. ანუ შეცდომას არ დაუშვებთ ნამდვილად. თუ რო კარგად ჩანს ყველა თვლები. ისე. აი ფაქტიურად ეს იყო, ხო? არა, აი ახლა შევალ. აი ეს არის ჩვენი გამოტოვებული ადგილი. აი აქ. მაგრამ ესე ზემოდან როცა უყურებთ, ჩვეულებრივი თვალი არის თითქოს როგორც დანარჩენი თვლებია, ისე გამოიყურება ისე თავისუფალი თვალით, სადაც ჭრილი გაქვთ. უკეთ ესე გაყევით და რომ მივალთ, ესე იგი კაპიშონის თავთან, იქ მოტრიალებისას კიდევ შეგხვდებით. აი ეს ბოლო თვალიც მოვსოვე, კაპიშონის ზემო თვალ და ეხლა როგორც გითხარით, გვსოვთ ჩვენ შემართებელ თვლებს, ეს ბიჯის თვალია, ხო, ერთი თავისუფალი. ისე უკანა კედელში შესვლით და შემართებელი თვლები, აი ესე. ანუ ეს კიდე მსგავსი გვექნება, როგორც აი ნახეთ, მის მოპირდაპირეთ როგორი კარგი კიდეა. აი ესეთი კიდე უნდა გამოგივიდეთ და აი მოგსოვეთ ეს შემართებელი თვლებით ესეთი რიგი ზემოდან ქვემოთ მოძრაობით, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში თქვენ გამოგივათ წინა მხარეს აი ესეთი ლამაზი ნაწნავისებური უზორი. თუ ქვემოდან ზემოთ ამოხვალთ ამ რიგს, ხო, ასე თუ გააკეთებთ, თუ ქვემოდან ზემოთ, მაშინ შიგა მხარეს მოხდება ეს ლამაზი უზორი. ამიტომ აი ეს გაითვალისწინეთ, რომ ეს ბოლო რიგი თქვენ უნდა გამოგივიდეთ, რომ ზემოდან ჩამოდიხართ ქვემოთ, კაპიშონიდან ქვემოთ. ეხლა ამის შემდეგ მე მგონი კაპიშონს ჩავკერავთ,
ხო? უკვე ფორმა მივცეთ კაპიუშონს და შემდეგ სახელოს მოვგსოთ. აი ესე გაყევით. ახლა სულ ბოლომდე იქ რა თქმა უნდა კვანძი გააკეთეთ ბოლოს. და ეს ძირითადი ნაწილი ჟაკეტის მზად გექნებათ. აი ახლა მე მინდა გაჩვენოთ აი კაპიუშონის აი ესეთი თავი რო ხო? ესეთი კიდე რო ჩავკეროთ აი ეს გვინდა და უკვე ფაქტიურად ფორმას მივცემთ აი ამ კაპიუშონს. ეხლა მე გირჩევთ რომ დაიწყოთ ჩაკერვა მაინც აი კიდიდან. ნახეთ ეს გახსნილი კიდეებიდან პირზე აქ ორივე კიდე ძალიან ლამაზად გვაქვს, ნახეთ და ესენი ერთმანეთთან რო კარგად ჩაჯდნენ. და აქ უკვე სადაც მიხვალთ, აი იქ უკვე მიხვალთ და იქ დაამთავრებთ. უბრალოდ მაინც უნდა ეცადოთ რომ რიგი რიგს შეუსაბამოთ, ხო? აქ. ეხლა აი ეს მე უკვე გავატარე ძაფი ამ ნემსის ყონჩი და გვაქვს დაახლოებით 1.5-ჯერ, შეიძლება 2-ჯერ გრძელი ძაფი, ვიდრე აი ჩასაკერი ადგილია, ხო, ამ სიგრძე. ესე იგი, აქაც იგივე წესით მე როგორც ჩავკერე ესე იგი ბეჭების მხარე, ხო, ეს მხრებზე, აი ისევ ესე სპირალურად ვივლით, ხო? აი ესე იგი მე მგონი მიხვდით ხო სადა ვარ ესე იგი ეს არის კაპიუშონის წვეროა რა მოკლედ ხა არეთება უკვე ამ ჩემს მაშინ კადრში არ ხვდება მოკლედ ეს ჩვენი თლიანი ჟაკეტი და აი ესე გვაქვს ესე იგი კაპიუშონი და აი აქ კუთხე აი ეს კაპიუშონი იქნება ვიწყებთ ესე იგი აქ არ აქვს დიდი მნიშვნელობა გინდათ ერთი მხრიდან დაიწყეთ გინდა მეორე თორე აი ესეთი მოძრაობით ესე იგი მე აქედან დავიწყებდი ოღონდ შევალ აუცილებლად ორ კედელში აი ორ ძაფში ესე ვთქვათ ერთი ძაფი და მეორე ძაფი აი ეს კიდევ ღრმად ხვალ შევიდე მაინც დასაწყისია და აი ეს ნახეთ აქაც ორი ძაფი მაქვს აი ესე აი ეს და აი ეს ნაწნავისებური თვალი რო გაქვთ, აი მის ძირში ხართ. აქ ცოტა მოიტოვეთ ეს ძაფი, რომ მე გაატაროთ თვლებს შორის და დამალოთ. ესე ყოფა მე მგონი ესეთი. თუმცა ჯერ კვანძი გააკეთეთ, აი ხა ნახეთ, მე ამოვედი, ეხლა უნდა ჩავიდე, ხო? ნახეთ, ეხლა რო ჩავალთ, აი აქ ჩავალთ. აქეთ ამ მხარეს ეს თვალი მაქვს. აი ესე. ჩავედი ქვემოთ, ხო? ასე ვთქვათ, სპირალზე მოძრაობა ამას გულისხმობს. ეხლა აქ მე კვანძს გავაკეთებ, დავაფიქსირებ და უკვე იმის შემდეგ ეს ძაფის ბოლო შეგიძლიათ ჩამალოთ. აი ეს. შეგიძლიათ ეხლა ვთქვათ, ჩაკერვის დროსაც ჩააყოლოთ ეს ძაფის ბოლო, ესე უფრო მოხერხებულია, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მოგიწევთ უბრალოდ თვლებს შორის გაატაროთ და ჯობია აი ამ ნაკერის დროს, იმიტომ რომ ეს უფრო მჭიდროდ არის და კარგად დამალავს აი ამ ძაფს. კარგით. აი, ეხლა მე ნახეთ რას ვიზავ, აი თითით დავიკავებ ამ ძაფის ბოლოს ახლოში, რომ აი ესე რომ მიკერებისას თან ჩავაყოლო. ეს მეორე ძაფი, ეს რომელიც სამუშაო ძაფი მაქვს. ესე იგი, აქ ვიყავი. ეხლა ნახეთ, დააკვირდით, აი აქ ეს რიგი ქონდათ. ეხლა აი ამ რიგშიც გავაკეთებ მიმაგრებას, ნახეთ, იქვეა, ახლოშია. აქ მართალია ცოტა ხვრელებია, მაგრამ ეცადეთ რომ დიდი ხვრელი არ დაატოვოთ. აი ესე, ნახეთ, აი ესე. ქვემოდან ამოვიტანე. აქაც შეხედეთ, შემდეგი რიგი, ეხლა მართალია ეს გაწელილი თვალია, მაგრამ არ გინდათ ხო გაწელილი ესე. აი ესე, აი აქ შეიძლება და თან აი ამ ჩემ სამუშაო ძაფს ასე მოვახვედრებ. ეხლა მე თან იქ გავალ და თან ამოვალ კიდეც, ნახეთ? უკვე შემდეგი რიგი აი აქ. თან ის ძაფის ბოლო ჩავაყოლე, ესე ვთქვათ, კარგად მოჭიმეთ, აი ესე. შემდეგ, ეხლა თუ გინდათ ესე შეხედეთ, აი ზოლი ზოლს შეუსაბამი, მე მგონი უფრო ლამაზი იქნება, ნახეთ, აი აქ ამობურცული ზოლი და აი აქ ამობურცული ზოლი, ესე ჯობია მე მგონი რომ შეუსაბამოთ. თუმცა შეიძლება ზუსტად ესე არ ემთხვევა, მაგრამ მაინც წვეროზე იქით კუთხეში არ შეემჩნევა და ეს ძალიან ლამაზად კი გამოჩნდება, ესე თუ გააკეთებთ.
კარგით, ეხლა გადავედით, ეხლა ნახეთ ზემოთ ვარ ხო, აი ზემოთ ამოვედი. ეხლა ჩავალ თან ამძაბს ნახეთ, ესე. აი მას ზემოთ ვაყოლებ, რომ ანუ ეს ნემსი ქვემოდან ამოდის. ეხლა აი აქ სადღაც, აი აქ. და ეს ძაფის ბოლო ყვება აი ამ სპირალის შიგნით, აი ეს ძაფის ბოლო. შემდეგი აი დააკვირდით, ეს ყველაზე მარტივი გზა არის, რომ აი ამ ზოლს შემდეგ შევსავმოთ ეს ზოლი. კარგად დაიკავეთ და თითებით აკონტროლეთ, სად უნდა იყოს. აი აქ, ნახეთ. ეხლა აი ესე. აქ კიდევ აი აქ სადღაც. მოჭიმეთ თან კარგად. ეხლა აი ამ ზოლს აქ გადაუვლი მე. დაიკარგა ფოკუსი. გადავიარეთ უკვე ხო ეს ზოლი. ესე და აქ ეს ზოლი გაქვთ. ამას აი სადღაც აი აქ. აი ესე. შემდეგი აი აქ. და აქეთ აი აქ. ეს თქვენი ძაფის ბოლო ფაქტიურად ჩაიმალა უკვე. იმდენი ხვეები გააკეთეთ და ეხლა აქეთ აქაც აუცილებლად ორი ეს ამ ზოლთან ვიყავით ხო? ხო, ეხლა უნდა გადავიდეთ უკვე, იმიტომ რომ აი აქ შევედი, მაგრამ ეს ფაქტიურად ამის ახლოსში იყო. აი აქ უკვე გადავიარეთ ზოლი, აქაც გადაიარეთ ზოლი. და შევიდეთ აი ესე. სულ ერთი და იგივე წესით უნდა შეხვიდეთ მოკლედ. აი ესე. და მოგხაჩეთ კარგად, იმიტომ რომ ეს რიგები ნახეთ, შეიძლება გაიწელოს კიდე, შეიძლება ცოტა შემდგარი, აი ამის მიხედვით, აი რამდენად ეს კარგად ჩასვავთ. აი მე მგონი ეს კარგია ახლა, არც ძალიან გაწელილია. ხა ეს ძაფის ბოლო ცოტა ამოიწვერა და ჩავაბრუნებ ქვემოთ. აუცილებლად ეს ძაფის ბოლო აქ არ გვინდა ნამდვილად. აი ეს ჯობია შიგნით იყოს. ნუ ერთი რაც შემიძლია გითხრათ, ამ მსხვილ ძაფს ესეთი თვისება აქვს, რომ დამალვა ამ მსხვილი ძაფის ბოლოსი რთულია, იმიტომ რომ საკმაოდ ფაფუკია. როცა მოჭრით ძაფის ბოლოს. ახლა აი აქ ესე და შემდეგი უკვე აქაც გადადიხართ. ნუ ესე გაყევით ახლა ხო, მე მგონი მიხვდით, ბოლომდე გაყვებით, ბოლოს წესით უნდა გქონდეთ აი ესეთი ადგილი, სადაც ესე იგი ყველაზე დაბალი რიგები გაქვთ ხო? იქ იყო მე მგონი 17 თვალი. აი ორივე მხარეზე ფაქტიურად ეგეთი მოკლე რიგები გექნებათ ერთად. ნახეთ? აი ესე გაყვებით და აქ მოხვალთ. ესე იგი მოდით ზოლი ზოლს თუ ვაკეთებ, ნახეთ, ზოლი ზოლთან. ზოლი ზოლთან. აი ზოლი, აი ამ ზოლთან და აი ესე. აი ესე. აი ესე და ფაქტიურად აქ აი ესეთი ორი ზოლი გაქვთ მართლა აი ესე. თუმცა მე მგონი რომ ეს სიმაღლით ერთი ზომის არ არიან ესე, მაგრამ არავის აი ზოლი ზოლთან ჯობია უფრო ლამაზად ჩანს კაპიშონი, ვიდრე აი წანაცვლება ძალიან რო გქონდეთ. ამხლად ზოლი ნახეთ, თითქოს ცოტა წანაცვლება არის ოდნავ, მაგრამ მაინც ჯობია რომ ესე კარგად ჩასვა და ესე. ნუ ეცადეთ ყველას ესე განსხვავებული საკაქვთ გამოცდილება და შეიძლება უკეთესად გამოგივიდეთ ზოგიერთს, ვიდრე მე ახლა გამომდის. კარგით, აი ესე. თავია მთლად ერთ ძაფში ნუ შეხვალთ, რომ არ გაიწელოს თვალი ძალიან, ხო ეს. აი ნახეთ, აი აქ არ შეხვიდეთ აი ასეთ თვალში. აი ასეთ თვალში არ შეხვიდეთ, ხო? შედით აქეთ, აი მოძებნეთ ისეთი ადგილი, რომ თან ორი ძაფი იყოს ზემოთ. აქეთაც, აი ესე სადღაც. აი ესე. კიდევ აქ საკმაოდ მჭიდროდ არის და აი ეს.
კარგით, ესე გაყევით და ჩაკერეთ ბოლომდე. ბოლოში აუცილებლად კვანძი გააკეთეთ კარგად, რომ არ გაგეშალოთ. ესეთი საიმედო კვანძი და დამალეთ ძაფი თვლებს შორის.